ნებისმიერ გამოძიებაში მთავარი დრო და სიზუსტეა. თუმცა, გიორგი მიქაძის საქმეში ჩვენ ვხედავთ უცნაურ კანონზომიერებას. გამოძიება მუდმივად აგვიანებს იქ, სადაც მნიშვნელოვანი სიმართლე უნდა იმალებოდეს. გამოძიება კრიტიკულ დროს კარგავს. მსხვერპლის მძღოლისა და დაცვის წევრის, გია ჩადუნელის ტელეფონითა და რაციით, პოლიციამ მხოლოდ 1 თვის შემდეგ დაინტერესდა. შემთხვევის ადგილზე მყოფი მეორე მოწმის, კახა ძანძავას ტელეფონი კი საერთოდ 5 თვის შემდეგ ამოიღეს. რატომ მისცეს ამ პირებს ამდენი დრო ინფორმაციის შესაძლო წაშლისთვის? როგორ დარჩნენ ჩრდილში ადამიანები, რომლებიც დანაშაულის მომენტში მსხვერპლის გვერდით იყვნენ? პროცედურული აბსურდი გრძელდება. გამოძიებამ სასტუმრო ამბასადორის კამერების ამოღება მხოლოდ მას შემდეგ სცადა, რაც ჩანაწერები უკვე წაშლილი იყო. რაც ყველაზე საეჭვოა, პოლიცია საერთოდ არ დაინტერესებულა აეროპორტის კამერებით. იქ, სადაც შესაძლოა მკაფიოდ გამოჩენილიყო, უთვალთვალებდნენ თუ არა მსხვერპლს ქვეყანაში შემოსვლისთანავე, თებერვალსა და მარტში. გამოძიებას არ შეუსწავლია, ვის შეხვდა მკვლელი საბერძნეთში მკვლელობამდე. არც საბერძნეთში მცხოვრები კანონიერი ქურდების შურისძიების ვერსიაა გამოძიებული. მეტიც, პოლიციამ მოსკოვი-თბილისის რეისის მგზავრების სია გამოითხოვა, თუმცა დღემდე არ დაუდგენია, ვინ მგზავრობდა მსხვერპლთან და მკვლელთან ერთად. საქმის მასალების მიხედვით, გიორგი კაჭკაჭაშვილის ტელეფონიდან ვიდეო ჩანაწერი 4 ნიშნა პაროლის შეყვანით ამოიღეს. პარადოქსი კი ისაა, რომ ამ მოდელის ტელეფონს 6 ნიშნა უსაფრთხოების კოდი ედო. ამოუხსნელია, როგორ გაიხსნა 6 ნიშნა საკეტი 4 ციფრით. დაგვიანებული გამოძიება, გამოუძიებელი ფაქტები და ტექნიკური აბსურდი სიმართლის დადგენას შეუძლებელს ხდის. ესაა საქმე მტკიცებულების გარეშე.